ადამიანი გიგანტების სამარხები და არტეფაქტები საქართველოს ტერიტორიაზეც არის აღმოჩენილი. მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის მიმდებარედ და დედოფლისწყაროს სიახლოვეს. ეს აღმოჩენები განსაცვიფრებელია. დავიწყოთ ბორჯომთან გაკეთებული აღმოჩენით. 2008 წელს ბორჯომთან ახლოს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე იპოვეს თავის ქალა, რომელიც სამჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანის თავის ქალა არის. 2011 წლის სექტემბერში ბორჯომის ხეობაში არქეოლოგებმა გოლიათების უძველესი დასახლება აღმოაჩინეს, რომელიც 25,000 წლით დაათარიღეს. იქვე იპოვეს სამარხი და ადამიანის ძვლები, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ამ ძვლების პატრონი სიცოცხლეში დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის აბესალომ ვეკუას შეფასებით, ეს აღმოჩენა შეიძლება სენსაციად იქცეს, რადგან სამეცნიერო წრეებში უკვე დიდი ხანია განიხილება გოლიათებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ევრაზიის ცალკეულ რაიონებში ათობით ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ასევე გიამბობთ დიდნაურის ნაქალაქარის აღმოჩენების შესახებ. რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით 9 კილომეტრში ნაქალაქარი აღმოაჩინეს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში დიდნაურის სახელწოდებით შევიდა. ნაქალაქარში არქეოლოგიური სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე იასო-ფიცხელაურია. ნაქალაქარი ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნით თარიღდება და 15 ჰექტარზეა გაშენებული. მისი მასშტაბების გამო სპეციალისტებს დიდნაური სრულად არ შეუსწავლიათ, თუმცა წლიდან წლამდე ახალ აღმოჩენებამდე მიდიან. ნაქალაქარი შირაქის ველზე, ანუ დაბლობზე იყო გაშენებული. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დიდნაურის გარშემო, მთის წვერსა და ბორცვებზე პატარ-პატარა ნაქალაქარებია შემორჩენილი. სწორედ ამიტომ არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დიდნაური ცენტრალური ქალაქი იყო, რომელსაც გარშემო თავდაცვითი ნაგებობები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ თავდაცვითი კედლის სიგანე 4,5 მეტრია, გარს კი 22 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილი აქვს შემორტყმული. ამავე ქალაქის ჩრდილოეთით არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნის სამაროვანი ანუ სასაფლაო გათხარეს. ყველაზე საინტერესო მოვლენები სწორედ აქედან დაიწყო. სამაროვანში დაახლოებით 50-მდე სამარხია შესავლილი, სადაც ბრინჯაოს უამრავი ნივთი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენა არის, რომ ამ პერიოდის სამარხებსა და ძეგლებში საბრძოლო מחვილი მიცვალებულს წელის არეში აქვს. დიდნაურის სამაროვანში აღმოჩენილი მიცვალებულების უმეტესობას კი ზურგის არეში. ეს შესაძლოა מחვილის ტარების წესზე მიუთითებდეს. ეს მიცვალებულები ძალიან დიდი ზომის ხალხი იყო. რამდენი სამარხიც გაგვითხრია, ძირითადად მომცრო ტანის ხალხი აღმოგვიჩენია. ამ სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულები კი გაცილებით დიდები არიან.